2008 წლის შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკებისას საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 17 წლის წინ 11 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მეორე ქვეითი ბრიგადა საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად საავტომობილო კოლონით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. რა დროსაც შინდისის რკინიგზის სადგურთან ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. შეტაკებისას ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის განაპირას შინდისის გმირების მემორიალთან გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლები, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დილიდან იკრიბებიან. მათ გარდაცვლილებს პატივი მიაგეს და მათი ბრძოლის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს. ნაციონალურმა მოძრაობამ და კოალიცია ცვლილებებისთვის ცესკოსთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17 პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტი იმ ნომრებით იმონაწილეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით საქართველოში არჩევნები რეალურად გაუქმებულია და საარჩევნო ნომერზე გამოკიდება ამ ეტაპზე არაადეკვატურია. მისივე თქმით, პარტია საკუთარ იდენტობაზე 5 ნომერზე უარს არ იტყვის და არც ბანერებზე აპირებს მის ჩამოხსნას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავაც ასთა სხვადასხვაობა რჩება. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავაც ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლას არ აპირებენ. გახლავთ კიდევ ერთხელ სპეცოპერაცია, რომელშიც ახლა არანაირ დეტალს პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, წინასწარ ყველაფერი არის განსაზღვრული ივანიშვილის და მისი ბანდის მიერ. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ აქ სისტემური ოპოზიციის როლის მორგება იქნებოდა მათთვისვე დამღუპველი. როდესაც დაბრუნდება დემოკრატია საქართველოში, როდესაც დაბრუნდება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, ბიულეტენში აუცილებლად დაბრუნდება ხუთიანი როგორც ნაციონალური მოძრაობის ნომერი. ჩვენი პრაიმერისი უახლოეს დღეებში გაიხსნება და დაახლოებით აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება სამი კვირის მანძილზე. ყველა სრულ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა თუ ის ზოგადად ჩვენ პრინციპებს, იდეებს იზიარებს და თან უნდა რომ კონკურენცია გაგვიწიოს. მე ჰერმან საბორს და იაგო ქუჩიას თბილისის მერობის კანდიდატი. ის რომ ჩვენ კანდიდატი დავაყენოთ, განპირობებულია იმით, რომ უბრალოდ ისეთი კანდიდატებია წარმოდგენილი ახლა ქართული ოცნების და დანარჩენი ოპოზიციის მხრიდან, რომ უბრალოდ უხერხულია ჩვენ ამ მრჩეველს ასეთი არჩევანი დაუტოვოთ. არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში, არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით ერთ-ერთზე რო ავიღოთ. ყოველ შემთხვევაში კახგალაძე მინიმუმ 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან იმართებით, ხო? ძალიან მარტივად არის აქ საქმე, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანა პირველივე ტურში არჩევნების მოგებად. თბილისის სააპელაციო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება. რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესს თავად მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილიც ესწრება. პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებითაც ისარგებლებს, რის შემდეგაც საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღესვე გამოცხადდეს. ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავე ცნოდა მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიმართავთ სასამართლოს დასკვნითი სიტყვებით, შესაბამისად ჩვენ დაცვის მხარე გავამახვილებთ ყურადღებას იმ არგუმენტაციაზე, რის გამოც მიგვაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, არ არის გამორიცხული, რომ დღესვე გამოიტანოს სასამართლო. ჩემი მოლოდინი სააპელაციო სასამართლოს განაცხადებასთან დაკავშირებით არის ის, რომ
პირველი ინსტანციის სასამართლოს გამომხდომელი განაჩენის სრული მოცულობით დარჩება ძალაში, რადგან მტკიცებულების სტანდარტი საკმაოდ მაღალი ხარისხით არის წარმოდგენილი როგორც დოკუმენტების დონეზე, ასევე მოწმეების დონეზე და ასევე ასე ვთქვათ, ერთგვარად აღიარებითი შინაარსის დოკუმენტი, რაც დევს ამ სისხლის ამოცაყაში. შესაბამისად, მოლოდინი ბუნებრივია მსგავსი არის. თურქეთში ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. BBC-ს ინფორმაციით თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 81 წლის ქალი ქალაქ სინდირკიში ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მინისტრის თქმითვე, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა და 29 ადამიანია დაშავებული. სამძებრო სამაშველო სამუშაოები დასრულდა და სერიოზული ზარალის ამ მსხვერპლის სხვა ნიშნები არ დაფიქსირებულა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს, მისივე თქმით, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო ყურადღებით კონტროლდება. Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროპელ ლიდერებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვა იქამდე სურთ, სანამ მისი შეხვედრა შედგება კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან. გამოცემა წერს, რომ ეს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის შაბათ-კვირას გამართული ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ დაიწყება. გამოცემის ცნობითვე, ევროკავშირის ელჩებს მოლაპარაკებების შესახებ კვირასაც ცნობეს და დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ვირტუალურ შეხვედრასაც გამართავენ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.